ხალხი, ურუկმაბუროდ დატოვებული ბავშვები, სიცივეში მიდავებული ბავშვები. მეტი რა გავაკეთეთ? რამდენადაც ვიწრეთ? ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ქალაქიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას ითხოვენ. ჯორჯიან მანგანეზისათვის ლიცენზიის ჩამორთმევა მაღაროელების 6 პუნქტიან მოთხოვნაში მეორე ადგილზეა. შრომელები პირველ რიგში მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. უმუშევრად დარჩენილ მაღაროელებს იმ თანამდებობების პირებთან სურთ შეხვედრა, რომლებმაც 4 თვის წინ ხელი მოაწერეს მაღაროების გაჩერებას. მოთხოვნების საინიციატივო ჯგუფმა 4 მარტს ქალაქში დაგეგმილი საპროტესტო მასშტაბური აქციის წინ გამოაცხადა. ვითხოვთ შეხვედრას მთავრობასთან. წავიდეს ინვესტორი, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საწარმოს მუშაობაზე. მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისთვის. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას. დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ზარალის დათვლისა და შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მიყენებული ზიანი სამართლიანად ანაზღაურდეს. ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება. მოპოვება უნდა განხორციელდეს ყველა აპრობირებული წესისა და სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ასეთია მაღაროელთა მოთხოვნები. ჭიათურაში მაღაროელების მიერ ორგანიზებულ პროტესტზე მთელი ქალაქი გამოვიდა. რასაც მოიპოვებთ, რაც მერე მიდის ზესტაფონში, ეს მარტო ამ ორ ქალაქს კი არა, მთლიან საქართველოს აცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად. მას შეუძლია მოგვცეს დიდი წლის განმავლობაში, ბევრი წლის განმავლობაში მთელ საქართველოში უფასო ჯანდაცვა. ჩვენ სკოლებში ჩვენი შვილები იკვებებოდნენ უფასოდ და უამრავი სიკეთე შეუძლია არა მარტო ამ ორ ქალაქისთვის, ჭიათურისთვის და ზესტაფონისთვის, მთლიანი საქართველოსთვის მოიტანოს. რაც შეეხება იმ ფონდს, რაც თქვენ მოითხოვეთ, ეს აუცილებელია, რომ ამ ქალაქმა მას შემდეგ რაც ამოიწურება მადანი და არ იქნება მარაგები, იცხოვროს ბედნიერად და თავაწეულმა. მომავალმა თაობამ, რომელიც გადაწყვეტს, იქნება არ უნდა მას მაღაროში მუშაობა და უნდა რაღაც მაღალი ტექნოლოგიების მეცნიერი იყოს. მან უნდა დაუფინანსოს სწავლა, ცხოვრება საქართველოში და უცხოეთის სხვა უნივერსიტეტებში. ამიტომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ახლა არის გაჟღერებული თქვენ მიერ, ამაზე პროგრესული, ამაზე კარგი, დიდი ხანია საქართველოში არაფერი გაჟღერებულა. იწუნებული ვართ, რომ ჩვენი შვილები ვაცხოვროთ ამ დამტვერიანებულ ქალაქში. მანგანუმის მოპოვება და გადამუშავება ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკოლოგიას ანადგურებს, აბინძურებს ქალაქს და თითოეულ ჩვენთანგანს გვიწევს ბინძური ჰაერის ჩაყლობა. მიუხედავად ამისა, იმდენად გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მამაპაპისეული ფუძე, ჩვენ არ ტოვებთ და არ ჩვენი შვილები არ აპირებენ დატოვოთ. ამისათვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ და წინ გზა უნდა გავუყოლოთ, როდესაც გაიზრდებიან, საშუალება გქონდეთ იმისა, რომ ისწავლონ, განვითარდნენ, გაიზარდონ და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განავითარონ. 205 თვარს გადაიხდით და დაარეგისტრირებთ შესაბამის ფონდს, რომელიც აი ამ გარკვეულ ნაწილს ჭიათურის სიმდიდრისა დატოვებს ადგილზე და ის მოხმარდება ჭიათურელი ბავშვების, ახალგაზრდების საჭიროებებს, ხო? ჭიათურას ჭირდება ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ კინოთეატრი. ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა. ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ განათლების შესაძლებლობა და ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ მომავლის იმედი, რომელიც თანდათან ჩვენ ქვეყანაში თანდათან უფრო და უფრო ინავლება და კრთება. ჭიათურა არის კრატერების ქალაქი. გადათხრილი ორმოების და წყლის გუბეებით სავსე ქალაქი არის. ძალიან დიდი გული დამწყდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება რომ ამოიღოთ, კი ბატონო, იმას არავინ არ გიშლით, რომ არ ამოიღოთ ბუნებრივი რესურსი. ბუნებრივი რესურსი იმისთვის არსებობს, უნდა ამოიღოს, უნდა შეიქმნას, კი ბატონო, ეკონომიკა უნდა შეიქმნას და უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო. როგორც სახელმწიფო, ისევე თვითმმართველი ქალაქები.
მაგრამ იღებთ არასწორებთ რეკულტივაციას არ უკეთებთ არ აჰუმუსებთ ისევ იმ მიწას იმ ნიადაგს რომ მოსავლიანი გახდეს არ აკეთებთ ამ ყველაფერს კარგით ვანგრევთ და ვანგრევთ კი ბატონო ჭიათურას ვანგრევთ და ვანგრევთ მაგრამ ამ ჭიათურის დანგრევით ზესტაფონი მაინც გადაარჩინეთ საჩხერე მაინც გადაარჩინეთ ის ხალხი მაინც გადაარჩინეთ რომლებიც 37,000 მოსახლე არის ჭიათურაში 37,000 ადამიანი არის და აქედან ყოველი მესამე სოციალურ შემცეობას იღებს ის ხალხი მაინც გადაარჩინეთ ამ ყველაფერს როგორ არ შეიძლება 277 მილიონი დოლარის მანგანუმი გაიტანოთ ჭიათურიდან წელიწადში გაყიდოთ და ყოველი მესამე ადამიანი ჭიათურაში სოციალურ შემცეობაზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი აღარ გვაქვს რაც იყო ისიც გაანადგურეს იმისათვის რომ მხოლოდ ყოფილიყავი GM-ზე დამოკიდებული და განცხადებაზე იდო რომ მუშაობა დამაწყებინეთ ვისაც უდოდა რომ ამ ქალაქში დარჩენილიყო და ლუპაპურისთვის სხვაგან არ წასულიყო ერთადერთი საშუალება დასაქმება იყო GM-ში ალტერნატიული საშუალება რო არ იყო იცულებული იყო ყველა პირობას დათანხმებოდა ადამიანი დღეს ესეც აღარ არის ამით თუნდაც შექმნა ის რომ გავხდეთ იცულებული და აქ ამდენი ადამიანი კი არ იდგეს ერთეულები დადიოდეს მათ ხელისშემშლელი არავინ არ ყავდეს და მოიპოვო კიდევ უფრო გააძლიერონ მოპოვება მაგრამ ადამიანებს არ გადაუხადონ ხელფასი მოიპოვო ტექნიკი გაანადგურონ სოფლები თუ ქალაქი ამიტომ გუში გავაჩერეთ მოთხოვნები დღეს უკვე კარგად გესმის ჩვენო ხელისუფლება რაზედაც გვაქვს ლაბარაკი დღეს ჩვენ დავაგებინეთ მთელ ჭიათურას და მთელ საქართველოს ამით არა მარტო ჩვენ ჭიათურას გადავარჩეთ ზოგადად ჩვენს ქვეყანას გადავარჩეთ და დავაყენებთ სწორ მიმართულებაზე სწორ განვითარების გზისკენ მიმავალ გზაზე და სასწრაფო წესით დაიდოს გეგმა რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიდეს ეს ხალხი სასწრაფო წესით მიგვიწვიეთ დაჭერით ჩვენ პირისპირ და არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი არ მჭირდება თორე არ იქნება მშვიდობა მე რომ მათ შეხვდე ძალიან კარგად იციან პირად საუბრებშიდაც როგორ მესაუბრებოდნენ და დღეს რა რეალობის წინაშე ვდგავართ აბსოლუტურად საპირისპირო საუბრობდნენ დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა არის ჩვენ ქალაქში ამიტომ სასწრაფო წესით გაციეთ გვერდზე კომპანიას სრულად როგორ ჩვენ გავწიეთ არ გვაინტერესებს ჩვენ კომპანია არ გვაინტერესებს ის ხალხი რომელსაც არ აინტერესებს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ხალხის ბედი ჩვენთვის ეგენი საერთოდ უმნიშვნელოა და სანამ თქვენს დაკარგავთ ჩვენ თვალში საერთოდ მნიშვნელობას დროზე გადადგეთ ნაბიჯები ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი და არ ვხედავ ხალხის სევდიან თვალებს ამიტომ სასწრაფოდ ერთკვირიანი ინტენსიური თოვის შემდეგ იმერეთის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი კვლავ გარემოს მოწყვეტილი რჩება. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 4 სოფლის მიმართულებით მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმერეთის რეგიონში უხმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება ბაღდადში, ვანში, ხარაგაულსა და სამტრედიაში, სადაც სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. ამ ბრძოლაში ჩაერთო თავდაცვის ძალებიც. იმერეთმა ჰუმანიტარული დახმარების სახით 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ამინდები მთელი კვირის განმავლობაში უნალექო იქნება, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა. ამის შესახებ მეგატივთან გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ობსერვატორიის უფროსმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ განაცხადა. თებერვლის ბოლოს საკმაოდ ინტენსიური თოვლი მოვიდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით აჭარა, გურია, ვანი და ხარაგაულის რაიონებში. ქუთაისში თოვლის საფარი საკმაოდ მაღალი იყო, მეტეოსადგურზე დაფიქსირდა 62 სანტიმეტრი
ქალაქის სხვა ადგილებში 50-დან 80 სანტიმეტრამდე მერყეობდა. იმიტომ რომ გორაზე და ზემოთ უფრო მაღალი იყო თოვლის საფარი. ეს თოვლი პრაქტიკულად უკვე დღეს 4 რიცხვია და ინტენსიურად დნება, სიმაღლემ დაიწია და რა გველოდება შემდეგში ახლა. შემდეგში გველოდება ის, რომ თოვლი არ გველოდება. დღეიდან ამიდები მთელი კვირის განმავლობაში კვირა ორშაბათის ჩასვლის, შემდეგი ორშაბათის ჩასვლით, დღეს ორი ჩასვლით იქნება უნალეკო და ტემპერატურების ეტაპობრივი ზრდა. თუ ახლა გუშინდა 1 გრადუსი იყო ღამის ტემპერატურა პლუსი. დღეს 2 იქნება თან იმატებს და უკვე 7 რიცხვისთვის ღამის ტემპერატურა იქნება 6-დან 8 გრადუსამდე. ღამის ტემპერატურა 6 გრადუსამდე. და დღის ტემპერატურები იმატებს 13-14 გრადუსამდე და ყველაზე მაქსიმუმს ველოდებით 12 მარტისთვის დაახლოებით 21 გრადუსი იქნება. ანუ თოვლი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში არ გველოდება. ნალექები იქნება პრაქტიკულად 13-მდე ნალექი არ გვექნება ქუთაისში. აი 13-დან უკვე შესაძლებელია ნალექები ისევ დაიწყოს ოღონდ წვიმის სახით. იმიტომ რომ ტემპერატურები გვექნება მაღალი. თვითონ მარტი მთლიანად ზოგადად ჩანს შედარებით თბილი, თოვლი მოსალოდნელი არ არის. მდინარეებზე ყველაზე საშიშია სწრაფი დნობა იმ რაიონებში, სადაც ძალიან დიდი ნალექი მოვიდა, აჭარა-გურია, იმერეთის ზონები, ვანი და ხარაგაულოს რაიონი, მაგრამ ტემპერატურა იმდენად ნელა იზრდება ჯერჯერობით ამ კვირაში 7 რიცხვამდე, რომ არ ამგონია ამან გამოიწვიოს დიდი წყალდიდობები, თანაც მდინარეების დონეები ახლა არის მინიმალური, პრაქტიკულად მინიმალური. თანაც მაღალ მთებში ჯერჯერობით ღამის მინუსებს ინარჩუნებს, ანუ იქედან წყლის დაწოლა ინტენსიური არ მოხდება. ამიტომ ჩემი ვარაუდით აჭარა-გურიის გარდა სხვაგან რაიმე წყალდიდობები მოსალოდნელი არ არის. უფრო ალბათ მოსალოდნელი იქნება მეწყრული პროცესების გააქტიურება. წყალტუბოს მაგალითად 1995 წლიდან გვაქვს ეს შერეული ორთაბრძოლების კლუბი დაფუძნებული. ამ პერიოდში რაღაც თითქმის ეს არ იყო მაშინ ბოდაში და ჩვენ მოვარჩევდით სამსახეობაში. ეს იყო აიკიდო იყო მაშინ პოპულარული, მისი სპეციალისტიც ვარ. ხრიდოლი, ქართული საბრძოლო ხელოვნება და კარატეს სახეობებს ვარჩევთ ერთად. მე და შემდეგ დაიწყო ამ ბუმი შერეული ორთაბრძოლების, ამ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს გრეპლინგის და ამჟამად უკვე 2018-19-დან უკვე ვართ მოღვაწეობთ ამ საკითხს. საკუთრებით როდესაც დვალიშვილი და ფთოხურია გახდა ჩემპიონები, ძალიან ბევრი მოდის და მსურველები. მაგრამ უფრო მოდიან დასრული ადამიანები. გოგოებიც იყო მსურველები, მაგრამ ანუ თითოეულ როლა გოგო დადის. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია ყოველ ორ თვეში ადარებს შეჯიბს თბილისში. და თითქმის მონაწილეობს. ჩვენ რაც გავერთიეთ უკვე 5 შეჯიბრზე ვართ ამყოფილზე. ერთი წელიწადია რაც გავეწერდიან და ახლა 16-ში 16 მარტს გვაქვს კიდევ შეჯიბრი და ვებზადებით. ამდენ ხანს დამწყებები ვიყავით და მეორე მესამე ადგილები მოგქონა, ახლა სურვილი გვაქვს რომ ჩემპიონებს ავიღონ ინტენსიურად ვებზადებთ, რომ 16 მარტს მოხდეს გარდატეხა და ჩემპიონი ჩამოვიყვანოთ ამ ქუთაისში. ისე პირველად 95 წელს ჩატარდა კლასიკურ ჯიუ-ჯიტსუში. ეს მაშინ არ მომარიცხა და ქუთაისელი ალეკო შალვაშვილი ვარჩევდა ჩემთან, რომელიც გახდა მაშინ პირველად ჩემპიონი. და ეს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ შემდეგ წამოვიდა. პანდემიის შემდეგ ცოტა ჩავარდით პანდემიის დროს. მანამდე კარგად მოდიოდით 2018-19 წლებში და ერთ 3-4 წელიწადი გაგვიჭირდა ძალიან. თითქმის 2-3 მოსწავლე მყავდა და 1-2 წელიწად დაკეტილიც ვიყავით. და ახლა 2025 წელს აი სექტემბრიდან დაიწყო ახალი ბუმი რომ იყვნენ და შეუქმნით ახალი ჯგუფი და თაგორა ამბობდა რომ არსებობს რომელიც ასევე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. სპორტსმენი იყო და გამარჯვებულის არის პლატონთან ერთად. ის ამბობდა რომ არსებობს 3 ტიპის ადამიანი. ერთია რომელსაც შეუძლია კრივი, მეორე რომელსაც შეუძლია ჭიდაობა და არსებობს უნივერსალი რომელსაც ორივე ერთად შეუძლია. აი ეს სახეობა არის ასეთი ადამიანებისთვის პირველ რიგში. ვისაც შეუძლია ერთად კრივი და ჭიდაობა.
გენეტიკურად არის ადამიანი, რომელსაც მაგალითად თუ შეუძლია დარტყმები აწარმოოს, აი ჭიდაობა არ ვერ იხერხებს. ან პირიქით. აქ ვინა ისეთ ხალხს, რომელსაც ორივე ერთად შეუძლია. რომ ორი ადამიანი როცა ჭუბობს, ორთაბრძოლაში იგებს ყოველთვის, ვისაც კარგი პარტნიორი აქვს. და ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ გრეისების კლანი იყო, აქედან წამოვიდა. და აი მაგალითად ძიუდოში, სამბოში, ყველაში მალი აყენებენ და იმდენად პარტნიორი არ არის განვითარებული. და პლუს კიდევ პარტნიორში აქ დარტყმებიც მოდის, კრივში ახლა ვიცით რომ გომში არის მარტო აქ კიდევ აშერეული, ან უნივერსალურის არის. რაღაც სხვანაირად მიმტევებელიც ხდები, არ ანუ ჩაგვრელი ადამიანი აქედან გამორიცხული რომ გამოხვიდე. იმდენად საკუთარ თავზე როდესაც ცდი, იმდენად კინეულები, მარჩობელები ეს არ ყვება აი სხვა ადამიანს დაჭერა არ მოგინებთ. მინდა რომ აი ჩვენი ბიჭებმა უგას ესე დაიმკვიდრონ ადგილი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ნაკრებში, რომელიც ვერ სოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისზე გავალ და ასევე MMA-ში არენაზე გავიდით, მოიწვია. ცოტა ფქები გავშალოთ. ცოტა დიდ დარბაზს დაიმეს ვერ ვქირავობს, ზვირი ძლება და ჯერჯერობით მასე ან სპონსორი არ აქვს და ახალ ფეხადგულები ვართ რომ იტყვიან. ეს არის შეიძლება ითქვას პრობლემა ცოტა ფინანსური და მენეჯერული სიტუაცია. ძირითადად ამ სპორტს სერიოზულად უყურებ, პროფესიონალურად და მისავადი სპორტსმენი ალბათ ილია თოფური არის. მესამე ადგილი მაქვს საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შეჯიბრზე. ზოგადად 6 წლიდან ვარჯიშობ. ამ სპორტზე გავიგე დაახლოებით 13 წლის წინ, მაგრამ დამინტერესდი წელიწადნახევრისა და იმაშინო შემოვედი. დაინტერესება იყო ქართველი სპორტსმენების წარმატება ამ სპორტში და ამ სპორტის რეალიზება მოხდა საქართველოში და აქედან გამომდინარე დავიწყე ამ სპორტში მოღვაწეობა ასე ვთქვათ. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ სპორტით, იმიტომ რომ სპორტი აუცილებელია ახალგაზრდა თაობისთვის, ჯანმრთელები იყვნენ ძლიერები, არა მარტო ფიზიკურად, მენტალურადაც. ჩემი თავი აქ დავინახე და აქ ვშვიდები ასე ვთქვათ და ამ ხალხთან ერთად ყველაფერი ისე როგორც უნდა იყოს. ამ სპორტს დავინტერესდი დაახლოებით წელიწადნახევარია, თუმცა თავიდან ჩემ კარიერას დავიწყე ჭიდაობით, მაგრამ ამ სპორტმა უფრო და უფრო მიმიზიდა ქართველი მებრძოლების გამო და ზუსტად ამის გამო ნახე ეს დარბაზი და ახლა ძალიან ჩაუღრმავდი ამ სპორტს და საკმაოდ საინტერესო და კარგი სპორტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა. ამის შესახებ როიტერი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომელმაც სააგენტოს ცნობით ანონიმურად ისაუბრა. გარიგების დადება საჭიროა როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან. უნდა იყოს თანხმობა ევროპიდან და ჩვენგან. ვფიქრობ, ყველანი უნდა შევიკრიბოთ და ვისაუბროთ შეთანხმების დასადებად. შეთანხმება შეიძლება ძალიან მალე. ეს არც ისე რთული უნდა იყოს. შესაძლოა ვინმეს არ უნდა შეთანხმება. ვფიქრობ, ეს ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება. ამ ადამიანს დიდხანს არავინ მოусმენს. მე მჯერა რომ რუსეთს სურს გარიგება. ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს სურს გარიგება. ისინი ყველაზე მეტად დაიდანჯდნენ. თუ კი ამაზე დაფიქრდებით პრეზიდენტი ბუშის დროს მათ საქართველო მიიღეს. ასია, რუსეთმა საქართველო მიიღო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა, მისის დიდი ნაჭერით, სადაც მათ განათავსეს თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს არა? ირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს. პრეზიდენტ ბაიდენის დროს სადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ უკრაინას. ასე რომ შემიძლია მხოლოდ თქვა, რომ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ბუშის, ობამას, ბაიდენის პერიოდს, მათ დროს ბევრი წაიღეს. იცით რა მივეცი მე? მე მათ მივეცი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი რა მივეცი მე მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ ჯაველინები ტანკსაწინააღმდეგო. ტანკები კიევზე მიდიოდნენ ასობით და ისინი შეუჩერებლები იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი. პუტინს შეუძლია გითხრათ, თუ რამდენად კარგი იყო ეს მათთვის. ფაქტი ისაა, რომ მე სამართლიანობა მინდა. მე რუსეთისთვის არაფერი მიმიცია სადარდებლის გარდა. მე არაფერი მიმიცია გარდა ჯაველინებისა და სანქციებისა. ობამამ კი ფარი და კიდევ ჩემზე ამბობენ, რომ რუსეთთან ახლოს ვარ. მე გეტყვით, გარიგება უნდა დაიდოს, რადგან ხალხი იხოცება, მაგრამ გახსოვდეთ სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით ტრამპს მათთვის არაფერი მიუცია. განაცხადა ტრამპმა.
ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა მზად არის მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე გადამწყვეტ, მნიშვნელოვან დროს. არ არის საჭირო აღვწეროთ ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების სერიოზულობა ან გამანადგურებელი შედეგები, რომლებიც დადგება თუ ეს საფრთხეები ასრულდება. რადგან შეკითხვა აღარ დგას, ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას, ან უნდა აიღოს თუ არა ევროპა მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. სინამდვილეში ჩვენ დიდი ხანია ვიცით ამ კითხვებზე პასუხი. ჩვენ ვიმყოფებით გადაიარაღების ეპოქაში და ევროპა მზად არის მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა რეაგირება მოახდინოს უკრაინის მხარდამჭერ სასწრაფო საჭიროებაზე და ასევე რეაგირება მოახდინოს გრძელვადიან საჭიროებაზე, რაც ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ევროპა მზად არის თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ევროპის გადაიარაღების გეგმას შეუძლია 800 მილიარდ ევრომდე მობილიზება. უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაქტიურდეთ, თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის დახმარების შეწყვეტით ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში, თუ ის ნამდვილად შეწყვეტს უკრაინის დაფინანსებას. თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. აშკარაა, რომ აქამდე ამერიკის შეერთებული შტატები იყო მთავარი მიმწოდებელი. ამერიკის შეერთებული შტატები თუ შეწყვეტს ან შეაჩერებს მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო საქმეში, აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა. ამასთან პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოიცავდეს რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას. თუმცა მისივე თქმით, ჯერ ასეთი გეგმა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ეგრეთ წოდებული სანქციების ამ ნეგატიური ტვირთისგან, განაცხადა პესკოვმა. შეუძლებელია თურქეთის გარეშე ევროპამ გააგრძელოს არსებობა როგორც გლობალურმა მოთამაშემ. ევროპული უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილის თურქეთის ევროკავშირში წევრობის პროცესი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია. თურქეთის ლიდერის განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები საბოლოოდ გაიგებენ ამ ჭეშმარიტებასთან წინ წასწევენ ჩვენი სრული წევრობის პროცესს შორს მხედველობითი პერსპექტივით. მინდა აქვე გავიზიარო შეშფოთება. ისლამოფობია და კულტურული რასიზმი იპყრობს დასავლეთის ქვეყნებს, სადაც მილიონობით მუსლიმი ცხოვრობს შხამიანი სუროსავით. აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ჩვენს წმინდა წიგნზე ყურანზე საშინელი შეტევების ლეგიტიმაცია ხდება აზრის თავისუფლების საბაბით. მახინჯი პროვოკაციული და ბოროტი ქმედებები, რომლებიც სამიზნეში იღებს მილიარდობით ადამიანის სიწმინდეს, აუცილებლად უნდა იქნეს თავიდან აცილებული, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნული. 15%-იანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფები კი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე, ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში. შეგახსენებთ, 4 მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატები ჩინურ საქონელზე დაწესებულ 10%-იან ტარიფებს აორმაგებს. ასევე 20%-იანი ტარიფები დაუწესდათ კანადასა და მექსიკას.